რამდენიც არ უნდა გადაიხადონ, რამდენი მადლობაც არ უნდა თქვან. მასწავლებლის შრომა არის შეუფასებელი. აი, ნაგავს რო გაიტანს გადასაყრელად, იქაც უნდა ეტყობოდეს რომ მასწავლებელი. ნამდვილად. როგორც დირექტორი, რა პრობლემებს ხედავთ ქართველ ახალგაზრდებში? წამში დაახლოებით, არა, ერთ წუთში დაახლოებით 12 სხვადასხვა კონტენტის ვიდეო ამოდის. ერთმა მოსწავლემ მეორის შეფასება არ უნდა იცოდეს. ლურჯი ვეშაპი იყო, მაგალითად რაღაც უცებ თამაში, მეც ახიფათო იყო და თვითკლობით ასრულებდნენ ბავშვები სიცოცხლეს. ბავშვმა უნდა იცოდეს თუ არა წერა-კითხვა, როცა იწყებს სწავლას. ყურადღების კონცენტრაციას, როდესაც ვერ ახდენს მოსწავლე, ვერც კითხულობს ამ დროს. მომავალი წლიდან საგაკვეთილო პროცესში ეს ოფიციალურად მობილურები უნდა გადავდოთ და გადავწყვეტეთ, რომ საშინაო დავალების შეფასების კომპონენტი ამოვიღოთ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოზიტიური პოდკასტის მესამე ეპიზოდს, სადაც ჩვენი სტუმარია რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მე-16 სკოლის დირექტორი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი ირინა მელქაძე. მეგობრებო, თქვენი ჩართულობა არხის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ გთხოვთ გამოიწეროთ პოზიტიური პოდკასტი და ლაიქოთ, გააზიაროთ და დამიტოვოთ პოზიტიური კომენტარები. ძალიან დიდი მადლობა. ირინა, გისმენთ, დიდი მადლობა. პირველში დიდი მადლობა მოწვევისთვის მარტო და გისურვებ წარმატებას. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საქმიანობას შეეჭიდე და სულ წარმატებას გისურვებ. მე ვარ ირინა მელქაძე. ამ წუთას წარმოვადგენ ქალაქ რუსთავის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის მე-16 საჯარო სკოლას. დირექტორი ვარ უკვე 12 წელი ამ სკოლის. ასევე ვარ სხვადასხვა პროფესიულ აქტივობებით დაკავებული. პარალელურად სოციალური მეცნიერებების დოქტორი ვარ, რამდენიმე უნივერსიტეტთან მაქვს აქტიური კომუნიკაცია მიმართულებით. წერ და დღეს ვისაუბრებ აუცილებლად ამაზე და საინტერესო ვფიქრობ, იმიტომ რომ ასეთი უკავშირი გვაქვს, სამაგიდე თამაშებსაც ვქნი. ძალიან კარგი, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ საქმეებს ემსახურებით და მაინტერესებს თქვენი როლი როგორია, როდესაც არ ხართ ეს ყველაზე მოჩამოთვლილი, ანუ საკუთარ თავთან რო რჩევით, აი მაშინ ვინხართ? ვფიქრობ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მთავარი ღირებულება არის ადამიანი. სადაც არ უნდა წავიდე და წამოვიდე, მთავარი პრინციპი ჩემი ცხოვრების არის, რომ ცხოვრება არის კიბე, აღმასვლითა და დაღმასვლით და ის ძირითადი ფაქტორი, რომელიც ახასიათებს ადამიანს და წარმოაჩენს როგორც პიროვნებას, არასდროს არ უნდა დაკარგო არც ერთი პოზიციის თუ არც ერთი რეგალიის ფარგლებში და მთავარი ადამიანური ურთიერთობები, სიყვარული, ზრუნვა, პატივისცემა, მხარდაჭერა ყოველთვის უნდა თან ახლდეს შენს ნებისმიერ საქმიანობას, სადაც არ უნდა იყო. მით უფრო, როდესაც ხელმძღვანელ პოზიციაზე ხარ, რადგან ჩემო ძალიან ბევრმა მეგობარმა იცის, რომ ეს სკამი პირობითად ყოველთვის მაქვს ნათქვამი, რომ არის ყველაზე დიდი პასუხისგებლობა და სწორედ ეს არის ყველაზე დიდი მსახურება იმ საზოგადოების წინაშე, რომელთანაც შენ გაქვს უშუალო კომუნიკაცია და ურთიერთობა. აი დაახლოებით ამ 12 წლიანი გამოცდილების ფარგლებში მე ისედაც სკოლის დირექტორის ოჯახში გაზრდილი ვარ, დედაც სკოლის დირექტორია და ეს ახალი არ ყოფილა ჩემთვის ეს ამპლუა, ეს გარემო, ისედაც ბავშვებთან კომუნიკაცია ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა და ძალიან მიყვარს მათთან ურთიერთობა. ამის მიუხედავად, დამოუკიდებლად უკვე ამ საქმის კეთება, განსაკუთრებით პირველ წლებში, ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის, რადგან ჩვეულებრივი მასწავლებლის რანგიდან, სადაც უკვე შინაგანად ვგრძნობდი, რომ ვერ ვეტეოდი და შემეძლო გაცილებით უფრო მეტი სარგებელი მომეტანა იმ საზოგადოებისთვის, სადაც მე ვტრიალებდი და ვკომუნიცირებდი. აი ეს შესაძლებლობა მომეცა და ამას აღვიქვამ როგორც პასუხისგებლობას იმ ადამიანების წინაშე, საკუთარი თავის და რა თქმა უნდა ღმერთის წინაშე, რომელმაც მომანიჭეს შესაძლებლობა, რომ ის ჩემი წილი, აგური, ჩემი წილი სიტყვა, სიყვარული თუ მზრუნველობა ჩავდო, რათა ბავშვები, რომლებსაც მე ამ წუთას ხელმძღვანელობ და ვასწავლე. შესაბამის პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ, რაღაც ზოგად საკაცობრიო ღირებულებები ჰქონდეთ, იყვნენ ადამიანები და გამოადგენენ თავის თავს, ოჯახს და ქვეყანას, როგორც მინიმუმ. ამიტომ მგონია, რომ ეს ამის მიღმა
ყველაზე მნიშვნელოვანი ყველა თანამდებობის და ყველა პოზიციის მიღმა არის რომ უპირველესად გახსოვდეს რომ ადამიანი ხარ ისეთივე როგორც ყველა სხვა დანარჩენი და რომ შენ როდესაც გეძლება შესაძლებლობა ის უნდა გაანაწილო. ფიქრობ თამასა ამაზე ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ადამიანების თამასა გადის მხარდაჭერაზე. გონია რომ ამითი განსხვავდებით სხვა ნებისმიერი სულიერი არსებისგან რომ შეგვიძლია გაზიარება და მხარდაჭერა. აი ამ პრინციპს მივყვები. მშვენივრად აგვიხსენით ეს როლები თქვენი და მაინტერესებს ეს განათლებაში რატომ დაინახეთ თქვენი თავი და ამაზე რას გვეტყობთ? აი როგორც წეგანაც აღვნიშნე, ოჯახური გარემო. ზოგადად ახლა ჩვენ სოციალური მეცნიერები შევისწავლეთ ეს დოქტორანტურის ფარგლებში და ვიცით რომ ეს სოციალური გარემო დიდ გავლენას ახდენს მოზარდის და შემდგომ უკვე ზრდასრულობის ასაკში შესული ადამიანის პიროვნება ჩამოყალიბებაზე, მის არჩევანზე ახდენს გავლენას, მის დანიშნულებაზე და ზოგადად ხედვაზე ცხოვრებისეული. თანაც ახლა 90-იანი წლების ბავშვი ვარ და მაშინ ასეთი თვალსაჩინოება, ასეთი გახსნილი შესაძლებლობა, თვალსაწიერი არ იყო. როგორც ახლა აქვთ ჩვენს თუნდაც მოსწავლეებს თუ სტუდენტებს, პოდკასტებიც არ იყო. სოციალური ქსელებიც არ იყო. ამიტომ აი ის ხედვა, რომელსაც ჩვენი მომავალი პროფესიის არჩევის პროცესში შეგვეძლო ჩამოგვიყალიბებინა, იყო ოჯახი, იყო ვიწრო სანათესაო გარემო, იყო სკოლა პირველ რიგში და ის სოციუმი, რომელიც გთავაზობდა ალბათ უფრო აქტუალურად, ეს პოსტსაბჭოთა პერიოდიც არის, რომ მასწავლებელი ქალისთვის კარგი პროფესიაა, რომ ნახევარი დღე მუშაობ, მე რაღაცა საფუძველი ისვენებ და ასე შემდეგ. ოღონდ ეს ახლა არის მოცემული წინაპირობა, თუმცა ის რომ დიდი გავლენა ოჯახში არსებულ ფაქტორს ჰქონდა, ეს თავისთავად ცხადია, დედის როლი ნებისმიერი ბავშვის ცხოვრებაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება გადამწყვეტიც გარკვეულ ეტაპზე და გარკვეულ პერიოდში და ზუსტად ამან განაპირობა, რა თქმა უნდა, რომ ეს მიმბაძველობისა და საკარგი მაგალითის სახით, რადგან დედაც შეყვარებული იყო ამ პროფესიაზე, რაღაცა ბებოს გაზრდილი ვარ და ბებოც ძალიან ისეთი ღრმად განათლებული იყო, ნაკითხი ქალბატონი იყო და ძალიან ეტყობოდა ფილოლოგიას. რაღაც აი ეს მომენტი ალბათ გავლენას ახდენდა უკვე ჩემს ცხოვრებაზე და თავისთავად მოხდა. ალბათ უფრო სწორი მესიჯი ასე იქნება და პასუხიც, რომ მე არ ამირჩევია პროფესია მომირჩია მე. ხო, რაღაც ალბათ ესე გამოვიდა. თუ გიფიქრიათ, რომ აი ამ განათლების სფეროს გარდა კიდე სხვა საქმით შეგეძლოთ დაკავებულიყავით, რა შეიძლებოდა აგერჩიათ? აუცილებლად, იმიტომ რომ რადგან ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხალხთან ურთიერთობას, აი ხომ არის ადამიანები, რომ ისვენებენ მარტოობაში, სიჩუმეში, ფილმებს უყურებენ ან რაღაცას კითხულობენ. მე ადამიანებთან ერთად უნდა ვიყო სოციალურ გარემოში და აი ახლაც ვისვენებ, მინდა გითხრათ. ეს მაგრამ მოკრძალებულად ვისვენებ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური გაცვლა. და ვფიქრობ, რომ არა პედაგოგი, ალბათ ფსიქოლოგი ვიქნებოდი, ან თუნდაც აი სოციოლოგიური მიმართულებით წავიდე, სადაც ბევრი ხალხია, რაღაცეები ხდება, რაღაცეების მოსმენა მიყვარს და მე წიგნშიც რაღაც მოსმენილის დაწერა და აი ეს მავსებს, თუმცა განათლებას მაინც პრიორიტეტს მივანიჭებდი და უკან რომ დავბრუნდე, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ასე მოხდა, რომ ამ სფეროში აღმოჩნდი. ალბათ ისევ ამ გონიერი მდგომარეობიდან უკვე გააზრებული, გაცნობიერებული მდგომარეობიდან ისევ ალბათ ავირჩევდი ამას, რადგან მგონია, რომ განათლება არის ყველაფრის საწყისი. Homo sapiensები რომ ვართ, მე ეს ხომ და განვავითაროთ და აი მხოლოდ განათლება შეძლებს სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებას. სხვა შემთხვევაში ალბათ ისევ რაღაც და ეგეთ წავიდოდით დეგრადაციისკენ და მგონია რომ პრივილეგირებული პოზიცია არ არის. თუმცა ჩვეულებრივი საქმე არ არის, როდესაც ხარ მასწავლებელი, პროფესორი, ლექტორი. მე მგონია, რომ უფრო მეტი პასუხისგებლობა გაქვს და ამასთან ერთად მეტი შესაძლებლობების პრაქტიკულად თაობებზე ახდენ გავლენას, როდესაც ხარ კარგი მასწავლებელი. აი, მაგალითად, მე რო დაგისვა კითხვა, რომელი მასწავლებელი გახსოვს სკოლიდან?
ვის დამისახელებ? ხო, მართალი, ვისაც მეგობრული ურთიერთობა ქონდა, ხო? ხო, ანუ არა ვინც ვთქვათ კარგად მასწავლა საგანი. კი ბატონო, ვაღიარებთ, იდეალური პროფესიონალია დღევანდელი გადამოსახედიდან, თუმცა ჩემთვის მასწავლებელი და ალბათ თითოეული ჩვენთაგანისთვის არის ის კონკრეტული ადამიანი, რომელმაც რაღაც ცხოვრება გვასწავლა, მაგალითები მოგცა, მისაბაძი იყო ჩვენთვის, რაღაც მამოტივირებელი იყო და მგონია რომ ყველა ადამიანს ჭირდება გვერდით ესეთი ადამიანი და თუ კი ვინმესთვის მე როგორც მასწავლებელი ასეთ როლს შევასრულებ, ვფიქრობ რომ ჩემი მისია ამ ქვეყნად ამ ეტაპზე შესრულებული უნდა იყოს. შვენიერი, ძალიან კაი პოზიცია დაგვიფიქსირა ირინამ, დიდი მადლობა და მაინტერესებს ხა სკოლას რო შევეხოთ რა. აი რა გამოწვევები გხვდებათ სკოლაში და აი პირველი კლასის ბავშვის მაგალითი რო ავიღოთ, ეს კითხვა ძალიან მაინტერესებს. აი ბავშვმა უნდა იცოდეს თუ არა წერა-კითხვა, როცა იწყებს სწავლას. თქვენი აზრით. ანუ ნახეთ როგორი სიტუაცია, გამოწვევებსაც შეხება ძალიან ბევრია. აი ხუთვალავია, პრაქტიკულად დღე რომ დაგეგმილი გაქვს, შეიძლება აბსოლუტურად ამოვარდეს იმ გრაფიკიდან, იმდენად უეცარი შემთხვევა მოხდეს, გნებავთ ფორს-მაჟორული, გნებავთ რაიმე სასიხარულო და ამან გამოიწვიოს ცვლილება. აი რაც შეხება თავად კითხვას, ბავშვი სკოლაში ვსწავლობთ წერას და კითხვას. შესაბამისად, თუ კი წინასწარ ბავშვი იქნება განსწავლული, ეს ძალიან სასიამოვნოა მშობლისთვის, საზოგადოებისთვის, როგორი ნიჭიერია, როგორი ჭკვიანი, თუმცა ეს არ არის ინდიკატორი ამის. ხო, რაღაც ესეთი ჩამოყალიბებული სტერეოტიპული შეხედულება ამასთან დაკავშირებით, რომ რაც უფრო მეტი ეცოდინება, უფრო ნიჭიერია. მაშინ სკოლის ფუნქცია იკარგება აქ და სკოლის როლი, მაგრამ ამის მიღმა, ანუ სკოლის როლი იმ თვალსაზრისით და იმასთან კვეთაში, რომ მოსწავლე ამ დროს ხდება დემოტივირებული. თუ კი სკოლაშიც იმას ეუბნებიან, რაც უკვე კარგად იცის, მისთვის ცოტა მოსაწყენი ხდება. შემდგომ მოსაწყენთან ერთად უინტერესო და ამ თვალსაზრისით შეიძლება, როდესაც კლასში თქვათ 25 მოსწავლე, ის ერთი რაღაც ეტაპზე დაეკარგოს მასწავლებელს. როგორი ჩართულიც არ უნდა იყოს და როგორი ინდივიდუალური მიდგომაც არ უნდა ჰქონდეს, ეს ქმნის გარკვეულ საფრთხეებს. დიფერენცირება არსებობს ამისთვის, რომ მაგალითად ამ კონკრეტულ მოსწავლეს მისთვის შესაფერისი დავალებები მივცეთ. ეს არის გამოსავალი ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოუვალი არ არის სიტუაცია, მეთოდოლოგია არსებობს, საკმაოდ მრავალმხრივია და ამას სჭირდება კარგად ლავირება, გონიერი მასწავლებლის ხელში ძალიან კარგი იარაღი შეიძლება იყოს მოსწავლის წარმატებისკენ მიმავალი ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმა, თუმცა სასურველია, რომ პირველი კლასის პროგრამა არ იცოდეს ახლა ბავშვმა, როდესაც მოვა პირველ კლასში, რათა მოხდეს მისი სტაბილური განვითარება და ჰარმონიული განვითარება. თანაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვობის ასაკი, თამაშის პერიოდი. აი ეს მომენტი არ უნდა იყოს ჩანაცვლებული წიგნებით. აი ეს იწვევს მომავალში წიგნისადმი არც თუ ისე სასიამოვნო დამოკიდებულებას, თუმცა არა პირდაპირ კავშირში, ამას თავისი კვლევები აქვს და ამას თავისი ასე ვთქვათ დადასტურებები აქვს, მაგრამ გარკვეულწილად ირიბ გავლენას მაინც ახდენს. და აქ მასწავლებლის როლიც უნდა გამოვკვეთოთ, თქვენ ახსენეთ ახლა, რომ აი გონიერ პედაგოგს შეუძლია რომ ეს დააბალანსოს, ხო, ასე ვთქვათ, გადამწყვეტია ამ შემთხვევაში, რომ დროულად მოხდეს შეფასება, სწორი იდენტიფიცირება, ეს არ არის პრობლემა, მაგრამ საერთო სოციალურ მასაში კლასში უკვე პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ არა პრობლემა როგორც გადაუწყვეტელი და რაღაც ახიფათო, არამედ პრობლემა, რომელიც გამოწვევა, მოდის ჩავანაცვლოთ ამ სიტყვით, გამოწვევა, რომელიც საჭიროებს რეაგირებას და დროულ რეაგირებას, რომ ეს ნიჭიერი მოსწავლე, რომელიც მოვიდა უკვე ცოდნით, ხო, რაღაც არელი დაფა არ არის, ასე ვთქვა და მოვიდა ცოდნით დახუნძლული, ეს ცოდნა შევუნარჩუნოთ და განვუვითაროთ იმის ფონზე, რომ სხვა მაგალითად შეიძლება 99% სხვა საჭიროებდეს სხვა საჭიროების დაკმაყოფილებას საჭიროებდეს პედაგოგისგან. ნამდვილად მასწავლებელს ძალიან დიდი როლი და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიახ, და ზუსტად შემდეგი შეკითხვაც მასწავლებლის როლთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, აი რა თვისებებს აფასებთ პედაგოგებში თქვენ პირადად? მასწავლებელი, აი იყო ხოლმე ასეთი გამოთქმა, რომ კარგი მასწავლებელი
რომელიც არის ცოდნე საკუთარი სპეციალობის, საგნის, ზედმიწევნით ზეპირად და კარგად იცის თავისი საგანი და მასწავლებელი, რომელიც საპირწონედ რო დავდოთ, მასწავლებელი, რომელიც ამ თავის საგნის ცოდნასთან ერთად ფლობს ყველა იმ მეთოდებს და უნარებს, რათა ეს ნასწავლი გადასცეს და მიიტანოს მოსწავლემდე. ამას ძალიან დიდი განსხვავება აქვს. ერთია, როდესაც მე ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი და შემიძლია წარმოვადგინო, წარმოვაჩინო აუდიტორის წინაშე და საზოგადოება დარჩება აღფრთოვანებული საკმაოდ განათლებული პიროვნების შთაბეჭდილების ქვეშ, თუმცა მეორეა, მასწავლებელი ცოტა სხვა რამეა. მასწავლებელმა ის რაც იცის, უნდა გადასცეს. თანაც დღევანდელ სამყაროში, აი ზუსტად აი ამ სოციალურ სამყაროში, სადაც არის Facebook-ი, TikTok-ი, Instagram-ი და ყველა სხვა პლატფორმები, YouTube-ი და ასე შემდეგ, ინფორმაცია არ არის დახშული, არის ყველაფერი ხელმისაწვდომი. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებელი აღარ არის ერთადერთი ინფორმაციის წყარო მოსწავლისთვის. შესაბამისად, შეიძლება გარკვეულ ეტაპზე, აი მაგალითად ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით, მოსწავლემ ბევრად უფრო კომპეტენტური იყოს რაღაც საკითხში, ვიდრე მასწავლებელი იმ კონკრეტულ საკითხში. ანუ საპირწონედ ერთმანეთს რომ დაუყენოთ, მასწავლებელი თანამედროვეობაში იქნება კარგი გზამკვლევი. ძალიან დიდი ინფორმაცია. ამის დახარისხება უნდა მოახდენინოს მოსწავლეს ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. ცოდნა რომ აქვს მე უნდა გამოიყენოს, ანუ დაახარისხებინოს, რა სჭირდება, რა არ სჭირდება და ეს გონების და ყურადღების მიღმა გაატარებინოს. და მე რომ დაახარისხებს ჩასვას კალაპოტში, ანუ მისცეს გეზი, ხარი დაუჭიროს, მის განვითარების დინამიკას თვალი ადევნოს და საჭიროების სამებრ, აი როგორც კიბე, საფეხურები გაუკეთოს. თავისი მხარდაჭერით, გარკვეული დავალების მიცემით, ან სადღაც რაღაცის ამოკლებით, ანუ დოზირება, აი როგორც ექიმი რო დანიშნავს წამალს და დოზას განსაზღვროს, აი დაახლოებით ასეთია მასწავლების როლი, დავალებების მიცემის თვალსაზრისით, შემოწმების, მოსწავლედან ინფორმაციის ამოღების, სწორად სტრუქტურიზების თვალსაზრისით. დღევანდელი განათლების შედეგი, საგანმანათლებლო საზოგადოებაში სწავლისა და სწავლების შედეგი იზომება იმით, თუ რამდენად წარმატებული იქნება მოსწავლე, როდესაც დაასრულებს საჯარო სკოლას და რამდენად იქნება შეიარაღებული იმ უნარჩვევებით, რომელიც მის ფუნდამენტურ განათლებას, რაც მიიღო აკადემიურ დაწესებულებაში, გაუკეთებს ტრანსფერს და შეძლებს საკუთარ თვით რეალიზებას საზოგადოების წინაშე. რამდენად შეძლებს თვით პრეზენტაციას საზოგადოების წინაშე და როგორი სწორი დამოკიდებულებები აქვს ჩამოყალიბებული, აი ნებისმიერი საზოგადოებრივი რგოლის, ჯგუფის, სოციუმის თუ ასე შემდეგ მიმართ. აი ეს არის მთავარი როლი ამ ეტაპზე ნებისმიერი მასწავლებლის. რაოდენ კარგადაც არ უნდა ვასწავლო მაგალითად მე ვეფხისტყაოსანი, თუ მის ღირებულებებზე მოსწავლე არ გავიყვანე, არ გამოუმუშავე ის უნარები, რომელიც ამ ვეფხისტყაოსნიდან მიღებულ ინფორმაციას ის თავის ღირებულებათა სისტემაში გადაიტანს და დაანერგავს როგორც ცხოვრების წესს, გაიაზრებს იქ არსებულ პრობლემებს, მოახდენს მათ იდენტიფიცირებას, გადაჭრის გზებზე, იქედანვე მოახდენს ამ გადაჭრის გზებზე მსჯელობას, შეფასებას გაუკეთებს და მე თავის ანუ სინთეზირებას, საკუთარ პოზიციას დააფიქსირებს, ფუჭი იქნება უბრალოდ ამისი წაკითხვა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი როლი სწორედ აქ არის მასწავლებლის, რომ არა უშუალოდ ინფორმაციის მიმცემი, ან და ინფორმაციის ამომღები და შემფასებელი იყოს ამისი, აი ეს ნიშნებით ოპონირების ამბავში. არამედ ეს ყოველივე შეკრას და მოსწავლისთვის ფასეულ და ღირებულებით სისტემაში გადაიტანოს. ანუ მასწავლებელი უკვე აქ შემოდის როგორც გზამკვლევი, როგორც მენტორი, როგორც ფასილიტატორი, კი, აუცილებლად. უკვე ბევრი როლები შეიცავს. იმიტომ რომ თანამედროვე სამყაროში ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. რატო ვამბობ თანამედროვეში ჩვენც ბუნებრივია ერთმანეთისგან განსხვავებული ბავშვები ვიყავით და შესაბამისად განსხვავებულ პიროვნებებად ჩამოვყალიბდით, როგორც მინიმუმ ერთადერთი ფიზიკური მანიშნებელი ადამიანს აქვს თითის ანაბეჭდი, რომელიც ინდივიდუალურია დედამიწაზე და სხვას არ გააჩნია, ხო, როგორც
მინიმუმ ეს არის ჩვენი იდენტობის მაიდენტიფიცირებელი და განსხვავებულობის. თუმცა იმ პერიოდის სოციალური გარემო იყო მეტად მენტორული, მეტად ავტორიტარული და ბუნებრივია მეც მაგალითად ჩემს ბავშვობაში უპირობოდ ვემორჩილებოდი მშობლის თუ მასწავლებლის მითითებას და ასე ვთქვათ ყველანაირად მიუყვებოდი ამ ხაზს. თანამედროვე ბავშვებს ისევ და ისევ აი ამ ზღვა ინფორმაციული საუკუნის პროცესში როგორც მინიმუმ განსხვავებული აზრი აქვთ. რადგან ის წაიკითხეს, ის ნახეს, ის გაიგეს და უკვე ზოგადად პიროვნების იდენტიფიცირება ხო პირველი არადან იწყება. პირველი, ანუ საკუთარი არას დაფიქსირებიდან, რომ აქ უკვე ყურს ვუგდებთ, ესე იგი ეს არ არის რაღაც უბრალოდ მომყოლი ადამიანი, არამედ რაღაც აზროვნებს, ანუ კრიტიკულად შეუძლია შეხედოს სიტუაციას და შესაბამისად აი ასეთი ბევრი ცალი რო ყავს, ბევრი ბავშვი რომ ყავს კლასში, მათ ინდივიდუალურად ჭირდება მიდგომა. ეს არ თულებს იმ თვალსაზრისით საქმეს, რომ შენ რომ ერთჯერ გაქვს ნასწავლი მაგალითად პირველი მსოფლიო ომი, ყოველ ჯერზე ზუსტად ისე ვერ გადასცემ და იმავე აქცენტებს ვერ დასვამ, მე არ ვსაუბრობ ფუნდამენტს, განზოგადებას ვამბობ, როგორც ვთქვათ, ერთ კლასში. აი მაგალითად გეგმას რო ვწერთ საგაკვეთილო გეგმას, არის სტანდარტი, თავისი ინდიკატორებით, რაზეც უნდა გავიდეს კონკრეტული გაკვეთილი და თითოეული მოსწავლე ამ გაკვეთილის შესწავლის შემდეგ. მაგრამ ეს სტანდარტია. ეხლა ამ სტანდარტს რომ ავიღებთ ჩვენ, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმაში გვაქვს და გადმოგვაქვს გაკვეთილის დაგეგმვის დროს, ჩვენ ვფიქრობთ, რომელ კლასში შევდივართ. რა საჭიროების მოსწავლეები არიან, როგორია მათი აკადემიური მზაობა ამ კონკრეტულ საკითხებზე, მაგალითად 100 ან 100 სამსჯელოდ, რთულად, საშუალოდ ან მარტივად სამსჯელოდ, ან მათი ფასეულობითი კულტურა, აი ამ კონკრეტული კლასის. რა არის, სადაც მე შემიძლია ან დავაშენო, ან ოპონირება გაუწიო, იმიტომ ჩვენ დისკუსიები გვაქვს ძალიან ხშირად გაკვეთილებზე და გამოვიწვიო, როგორც მაგალითად კოგნიტური დისონანსი გავაკეთო დასაწყისში და მე ჩავრთო უკვე ინტერესი გაუჩინო და ჩავრთო ამ გაკვეთილზე, გაკვეთილის პროცესში და მისი მიმდინარეობის დროს. შევარჩიო შესაბამისი მეთოდოლოგია, ხო, მე თუ ვიცი რომ კლასი არის ცოტათი უფრო კონფლიქტური, უფრო მეტად მისაღები იქნება ისინი ჯგუფური მუშაობის აქტივობები დაუტვირთო, სადაც ურთიერთთანამშრომლობის კულტურას გამოიმუშავებენ, პარიტეტულად დავალებას გაიყოფენ ჯგუფში მუშაობის დროს, იქ ლიდერის ამორჩევაც, მათი ვალდებულება, იქ პრეზენტაციის წარმართა და ასე შემდეგ. თუ კი მე ვიცი რომ მაგალითად კლასში ძალიან ბევრი მხატვარია და კარგად ხატავენ, შემიძლია ხო რაღაც ეს ჯგუფური მუშაობა პლუს სასიამოვნო პოსტერებად გარდაუქმნა უკვე როგორც შემოქმედებითი პროდუქტი გავაკეთებინა და ამითი მათი უნარები საგაკვეთილო პროცესშივე ჩავადებინო, რათა მიხვდნენ რომ ეს რომ მაგალითად ხატვის გაკვეთილზე ვისწავლე, სადღაც წრეზე დავდივარ ან მასწავლებელთან, ეს შემიძლია აქაც გამოვიყენო. მე აქ რო ვასწავლი მაგალითად ისტორიაში შემიძლია შემდგომ საზოგადოებაში გამოვიყენო და ასე შემდეგ. აი ხშირად აქვთ ხოლმე კითხვა ბავშვებს, რაც ჭირდება მათემატიკა, რაში გამოვიყენო. დიდი დილემის წინაშე არიან ხოლმე მათემატიკის მასწავლებლები და ხან ტბებს აზომინებენ ბავშვებს და მოკლედ ფართობს, ხან ოთახს და ეს მომენტები პრაქტიკული სამუშაოები და ამაზე ფიქრი. ნახეთ, გაკვეთილი არის მზა პროდუქტი, მაგრამ გაკვეთილამდე მისვლა არის ძალიან რთული პროცესი, რომ ზუსტად რასაც დაგეგმავ და მიზნად დაისახავ, სტანდარტთან შესაბამისი რომ უნდა იყოს და თითოეული მოსწავლე რომ უნდა გავიდეს მინიმალურ სტანდარტზე მაინც, ანუ ჩარჩოში იყოს, რა შედეგს მოგიტანს, ამას ჭირდება ფიქრი. რა თქმა უნდა, გვაქვს უკვე გამოცდილების შედეგად შემუშავებული გეგმები, მაგრამ ყოველ ჯერზე ჭირდება ამას გადახედვა. წელს მაგალითად მომიწია მეორე სასწავლო სემესტრში დაახლოებით 40 გაკვეთილზე დასწრება და მონიტორინგის განხორციელება მასწავლებლებთან. მინდა აღვნიშნო, რომ აი ესეთი გამოწვევები, ახალ-ახალი გამოწვევები
დავინახეთ ყველამ ერთად, როდესაც შემდგომ დავსხედით, გავარჩიეთ გაკვეთილები და მე დავიწყეთ უკვე ამისი მოდიფიცირებაზე ზრუნვა, ის რაც მაგალითად წინა წელს იყო, აი ამ წელს რაღაც გარკვეულწილად შეიცვალა ასაკთან ერთად, სოციალურ გარემოსთან ერთად, თავისებურებების გათვალისწინებით, აი ის როგორც შეიძლება წარიმართოს გაკვეთილი მე-7 კლასში, ვერ წარიმართება მე-9 კლასში, ვერ წარიმართება თქვათ მე-12 კლასში, ხო? ყველა ასაკს თავისი საჭიროება აქვს და ეს პედაგოგიზაციის, ფსიქოლოგიური ამბავი ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლებისთვის, ამიტომ სწავლობდით ხოლმე პედაგოგიურ ფაკულტეტზე, ასაკობრივ ფსიქოლოგიას, განვითარების ფსიქოლოგიას უზნაძე ძალიან გვიყვარს ჩვენ ეს პედაგოგებს, იმიტომ რომ განწყობის ფსიქოლოგიაზე გვესაუბრება და ასე შემდეგ, რომ ზუსტად მივიტანოთ ის ინფორმაცია თითოეულ მოსწავლემდე, რომელიც ჩვენ გვინდა რომ მას გაუზიაროთ და თან სტანდარტშიც, რა თქმა უნდა, გვაქვს ვალდებულებად ყველაფერთან ერთად. ანუ ეს ყველაფერი რაც თქვენ თქვით ახლა მასწავლებლის ასე ვთქვათ საფიქრალია და აი როგორი რთულია მასწავლებლის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე ხო ასე ვთქვათ და ძალიან რატომ მიიჩნევა აი თქვენი აზრით მასწავლებელი როგორც ეს დაუფასებელი პროფესია აი ამაზე თუ ნახეთ ამდენი შრომის შედეგად გაზომვა რთულია. აი, როდესაც გამოვაცხობთ პურს და დავაგემოვნებთ, შეგვიძლია შევაფასოთ ნამუშევარიც და წყობელიც. ხო, მაგრამ აი მასწავლებლის ნამუშევრის შეფასება დროშია ძალიან გაწელილი. ასე ვთქვათ, ეს დღეს და ხვალ ამის შედეგის დადება და მხოლოდ ის ვერ იქნება იმის ინდიკატორი, რომ მოსწავლე ან ათოსანია, ან რაღაც გარკვეულ წარმატებას ახდენს. ერთი 10 წლეული ყოველთვის ჭირდება ხოლმე, რომ მიხვდე როგორი თაობა გამოუშვი, სად გაქვს შეცდომები დაშვებული. კი, საკმაოდ. აი, მაგალითად 12 წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა ჩემი ხელმძღვანელობის პროცესში, რომ რა უნდა გამოვასწორო შემდეგი ეტაპისთვის და იმ სკოლაში ჩემი არ ყოფნის შემთხვევაში რას გავუზიარებ იმ ადამიანს, ვინც ამ პოზიციაზე მოვა ხელმძღვანელად, რომ ზუსტად სადა გვაქვს ის აქილევსის ქუსლი, რომ აი იმას უმკურნალოს უფრო აქტუალურად და სადა ვართ, რა თქმა უნდა, წარმატებულების სვოტი რო გავაკეთოთ მაგალითად. კი ბატონო. აი ამიტომ ფიქრობენ, რომ დაუფასებელია. მადლიერი მოსწავლეები, ხშირად არის ხოლმე ეს ტერმინი, ხო, ეს სტერეოტიპულია, მადლიერი მოსწავლეები, მადლიერი მშობლები, საზოგადოება და სახელმწიფო არაფასებს შრომას. რამდენიც არ უნდა გადაიხადონ, რამდენი მადლობაც არ უნდა თქვან. მასწავლებლების შრომა არის შეუფასებელი. აი, მე მქონდა ერთჯერზე ეს ბედნიერება ხვდა წილად, რომ ერთ-ერთ მამაოსთან მქონდა საუბარი და მან მითხრა, რომ გაიგო რომ მასწავლებელი ვარ, მითხრა რომ უიო, ჩვენსავითო თქვენცო იმ ქვეყნადო აგძელებთო თქვენ საქმეებს. აი რა მამაო მეოთხარი. ეხლა აქ ფიქრობდი ამ ამბის დამთავრებას, შენ იქაც გადამაყოლე ეს პასუხისმგებლობა. ანუ ხო წარმოიდგინეთ ხო როგორი შეფასება გააკეთა სასულიერო პირმა, რომ აიმიტომ ვთქვით ასაწყისში, რომ მასწავლებელი არ არის ჩვეულებრივი ადამიანი. ნამდვილად. როდესაც აი ხშირად ამბობენ ხოლმე ჩემი მასწავლებლები, მიწვევთ ესე სამუშაო თათბირებს, თუ მოუწოდებ ესე დიდაქტიკურად, რომ მასწავლებელმა აი ნაგავს რო გაიტანს გადასაყრელად, იქაც უნდა ეტყობოდეს რომ მასწავლებელი. ნამდვილად და როგორ უნდა განვითარებაზე ორიენტირებული, როგორ უნდა იყოს მასწავლებელი თქვენი აზრით? აი ნახეთ, არ უნდა იწვოდეს საკუთარ ტაფაში მხოლოდ და არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ საკუთარი ნაღვაწით. აუცილებლად უნდა დაესწროს კოლეგებს გაკვეთილზე. უნდა გამოიტანოს პრობლემური кейსები დეპარტამენტებისა და კათედრების სხდომის შეხვედრებზე და უნდა გააზიაროს. როგორც მინიმუმ გაარკვევს მისი კოლეგა ამ საკითხს როგორ გადაჭრიდა. შეიძლება არ იყოს თქვა მისაღები მისთვის ან თუნდაც რელევანტურად არ ჩათვალოს, მაგრამ განსხვავებული აზრის მოსმენა ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება შენ რო ხარ პროცესში ჩართული, ხედავ დეტალებს, მაგრამ ერთიან სურათს ხედავ მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოდიხარ პროცესიდან და შორიდან დაუწყებ ამას ყურებას. ამიტომ ის რომ დაუძახო შენს კოლეგას და სთხოვო რომ დაგესწროს გაკვეთილზე, შეაფასო კრიტიკული მეგობარი ქვია ამ პოზიციას, კრიტიკულმა მეგობარმა შეაფასოს შენი გაკვეთილი კრიტიკულად
იმისათვის რომ ეს შენს განვითარებას და პროფესიულ წინსვლას ხარს უჭერდეს და ამის გარდა არსებობს ძალიან ბევრი გადამზადების კურსი სახელმწიფო გვთავაზობთ არის დამოუკიდებელი კურსები სადაც შეგიძლიათ თვალსაწიერი გაიფართო და კონკურენტუნარიანი გახდე 21 საუკუნეში მხოლოდ და მხოლოდ ერთი მასწავლებელი ესე შესული უბრალოდ აი ესე შესული ყველაფერი რესურსის გარეშე ვერ შეძლებს გაკვეთილის წარმართოს. Როგორი არაჩვეულებრივი ორატორიც არ უნდა იყოს, ერთჯერ, ორჯერ, მერე გაუჭირდება. მას ჭირდება დამხმარე საშუალებები, რესურსები, მაგალითად აი დღესაც ხო კიდე ვისაუბრებთ ეს აუცილებელია იმიტომ რომ ბავშვებს და ჩვენც მოგწონს როდესაც ჩვენს თავზე ვტესტავთ რაღაცებს პრაქტიკულად ვართ ჩართულნი პროცესში და მხოლოდ მსმენელის პოზიციიდან ახლა ჩვენც ძალიან კარგად მოგვეხსენება რომ 10 მაქსიმუმ 15 წუთი შეძლოს ადამიანმა აქტიურად და აქტიური მსმენელის როლში იყოს ამიტომ უნდა მოიძიოს თანამედროვე რესურსები და ძალიან კარგად მუშაობს სხვათა შორის აი ჩემი მასწავლებლები ძალიან აქტიურად ამუშავებენ ამას თვალსაჩინოებები როგორც ელექტრონული ისე მატერიალური აუცილებლად უნდა გაიყვანოს მოსწავლეები და თავისი თვალით აჩვენოს რისი შესაძლებლობაც არის მოცემულ სოციუმში რათა მოხდეს არა მხოლოდ საკლასო სივრცეში დახურულ ოთახში რაღაც ინფორმაციის მიღება და დაგროვებითი ცოდნის ანალიზი, არამედ ამ ცოდნის შემდგომი გაზიარება მოხდეს უკვე კლასის მიღმა. ჩაატაროს შეხვედრები, კონფერენციები, შეჯიბრებები, ეს ყველაფერი ახალისებს და მოტივაციას ზრდის მოსწავლეებში და მოტივირებული მოსწავლე მე უკვე თვითონ მოდის სხვადასხვა პროექტებით, თვითონ გამოდის ინიციატივებით და თვითონ სურს მაგალითად უფრო მეტად დაიმკვიდროს თავი, ვიდრე წინა გაკვეთილზე ან წინა წელს იყო. ერთ პატარა პრაქტიკას მოგიყვებით, ჩვენ სკოლაში უკვე დაახლოებით 4-5 წელიწადი არსებობს ესეთი სასკოლო პროექტი წლის რეიტინგული კლასი. რას მოიცავს ეს? მოსწავლეთა თვითმმართველობა არსებობს სკოლაში, რომელსაც ვირჩევთ ხოლმე სასწავლო წლის დასაწყის პერიოდში, დაახლოებით სექტემბერ-ოქტომბრის თვეშია ეს არჩევნები და თითოეული კლასი ირჩევს კლასის წარმომადგენელს. კრიტერიუმებიც არის შემუშავებული, რათა მოხდეს სწორად შესაძლებლობის და შანსის მიცემა თითოეულისათვის და ამ არჩეულ მოსწავლეთა ერთობლიობა ქმნის მოსწავლეთა თვითმმართველობას. მოსწავლეთა თვითმმართველობას შემდგომ ყავს თავის თავმჯდომარე, რომელიც უმაღლეს არჩევით ორგანოში სკოლაში სამეურვეო საბჭოში შედის და ყავს ასევე საშუალო საფეხურის მოსწავლეები, რომლებიც დისციპლინურ კომიტეტში ნაწილდებიან და იქ ნებისმიერ დისციპლინურ გადაცდომას განხილვის დროს ესწრებიან და თავიანთ შეფასებას აძლევენ. ამის მიღმა მოსწავლეთა თვითმმართველობას თუ ფუნქცია არ მიანიჭეს სკოლაში, გამოდის რომ უბრალოდ არჩეული თვითმმართველები ხდებიან და რაღაცას თავისთვის პატარ-პატარა აქტივობებს, აი როგორც ჯგუფხელი რომ არის ხოლმე დაახლოებით აი მასწავლებლის დამხმარე როლს ასრულებენ. ოღონდ ეს აბსოლუტურად არ არის მასწავლებლის დამხმარე, არანაირ ასისტირებას არ აკეთებს, პირიქით. ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც ცდილობს შექმნას ისეთი არაფორმალური გარემო სკოლაში, სადაც ბავშვები საკუთარ შესაძლებლობებს უნარებს, საჭიროებებს დაიკმაყოფილებენ და გამოავლენენ. მათ შეუძლიათ 1/3 ხმის უმრავლესობით კლუბები დაარსონ სკოლაში და თავად აწარმოონ ეს კლუბები, ან ითანამშრომლონ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ან მასწავლებლებთან და შექმნან ეს ამბავი. ამის გასააქტიურებლად გავაკეთეთ ეს პროექტი სკოლის რეიტინგული კლასი. გავწერეთ აქტივობები მოსწავლეთა იმ თვითმმართველობასთან ერთად ვის დროსაც ეს დავაარსეთ და ყოველთვიურად იმ აქტივობებს და ქულები გაუწერეთ. იმ აქტივობების ფარგლებში მათ უნდა განეხორციელებინათ თავიანთი ასე ვთქვათ ღონისძიება. უგროვდებოდათ ქულები და საბოლოოდ, როდესაც ყოველთვე ვითვლიდით ამას, კონკურენცია ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იყო, აქ უკვე არ ჭირდებოდა ამას მასწავლებლის ჩართულობა. პირიქით, იქეთ აკითხავდნენ მასწავლებელს, რომ მოდით ახლა ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ რეიტინგისთვის გვჭირდება ეს გავაკეთოთ. რეიტინგს აკეთებდნენ და რა იყო ჯილდო, ეს ხო მნიშვნელოვანია, მაინც გარეგანი განმამტკიცებელი როგორც ასეთი. კი, შინაგანად მოტივაციას ვუზრდით და გვინდა რომ გარეგანი შინაგანში გადავუტანოთ, მაგრამ ამისი დაბალანსებული ასე ვთქვათ მუშაობა, შემდგომ უკვე შინაგანს და
განვითარებულ უნარებს შექმნის და სწორ დამოკიდებულებებს აყალიბებს. ეს დაგროვებით იცოდნა, როგორ მე ტრანსფერი გაუკეთო და ბოლოს ქონდა ხოლმე ესეთი რაღაცა ჯილდო, რომ ასარჩევად ჩვენ სასკოლო გამოცდები გვაქვს ხოლმე და ამ სასკოლო გამოცდებიდან შეეძლოთ რაღაც ერთი გამოცდის, თქვათ, მოხსნა, მოეთხოვათ, ან შეეძლოთ მოეთხოვათ რაღაც გარკვეული გასვლითი ვიზიტი, რომლის ასე ვთქვათ, დაფინანსებას სკოლის ბიუჯეტიდან გავაკეთებდით და ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი. დღემდე ასე მიმდინარეობს ეს პროცესი და მინდა აღვნიშნო, რომ ამან ერთი ასად გააცოცხლა სასკოლო გარემო. თანაც დაამეგობრა ბავშვები ერთმანეთთან. აქ უკვე ჩემი მიუხედავად კონკურენციის, რომ იმას უფრო მეტი რეიტინგი აქვს და ჩვენ რაღაც უნდა კიდე მოვიფიქროთ და მოდი შევეჯიბროთ, ამის მიუხედავად ძალიან ურთიერთ შეთანხმებული და მეგობრული გარემო შეიქმნა კლასთა, არა მხოლოდ კლასში, არამედ კლასთა შორისაც, რაც ერთიან მერე სუბკულტურას ქმნის და სასკოლო გარემოს აჯანსაღებს, ასე ვთქვათ. ანუ ეხა თქვენს მიერ დახასიათებული, ასე ვთქვათ, აი ამ მაგალითებიდან მე და დარწმუნებული ვარ თქვენც გამოიტანეთ აზრი, რომ ირინა რაღაცნაირად რჩევას აძლევს ახალბედა მასწავლებელს. ხო, შეიძლება ხო ასე რომ ვიფიქროთ, ანუ როგორ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ აი ესეთი ნდობა მოსწავლეებში მოვიპოვოთ, ხო და მარტო ის აზრი არ იყოს, რომ მასწავლებელია და სახში ადრე მივა, ხო? ნდობის მოპოვება რთული პროცესია. ახალგაზრდა მასწავლებლებს კიდევ შეიძლება უფრო მეტწილად ვურჩიო, რომ მეც ხომ ვიყავი ახალგაზრდა მასწავლებელი, როდესაც ვიწყებდი. და თუნდაც ჩემი გამოცდილებით, თუნდაც დაკვირვების შედეგად უკვე ამდენწლიანი მმართველობის პოზიციაში ყოფნის დროს, მინდა ვურჩიო, რომ ბავშვებთან გქონდეთ თანამშრომლობითი და პროფესიული ურთიერთობა. არ შეეშალოთ და ზღვარი სწორად გაავლონ მეგობრობასა და თანამშრომლობას შორის. ეგ უნდა მეკითხა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორ დავიცვათ? ესეთი ახალგაზრდებისთვის ბეწვის ხიდია ხოლმე, რადგან ფიქრობენ, რომ რაც უფრო ახლოს იქნებიან ბავშვებთან მეგობრულად, მით უფრო წარმატებული მასწავლებლები იქნებიან და ავტორიტეტულნი მათ თვალში. ეს ამის საპირწონედ არ ხდება ასე, რადგან მოსწავლეს ჭირდება პირველ რიგში მასწავლებელი მხარდამჭერი, მასწავლებელი, რომელიც აი ამ ძალიან დიდი ცოდნის, ძალიან დიდი ინფორმაციის და ძალიან რთული საუკუნის ფარგლებში შეძლებს ხელი მოკიდოს და გვერდით გაიყოლოს. დაახლოებით ეს შეიძლება შევადაროთ აი იმიგავს, როდესაც ღმერთო სად იყავი, როცა მჭირდებოდიო და ნაკვალევი ხო აღარ ჩანს მასწავლებლის, მაგრამ ის უკვე შენშია, როდესაც შენ განვითარების ეტაპზე გადახვალ და ახალგაზრდა მასწავლებლებს განსაკუთრებით ვურჩევ, რომ მაქსიმალურად ორიენტირება გააკეთონ საკუთარი საგნის პოპულარიზებაზე. არა პიროვნების, არამედ საგნის და როდესაც მასწავლებელს მოსწავლე ხედავს, რომ მასწავლებელი პატივსცემს და უყვარს საკუთარი საგანი და საგანზე ორიენტირებულ აქტივობებს ახორციელებს, ის მასწავლებელი ყოველთვის ავტორიტეტი იქნება ნებისმიერი მოსწავლისთვის და სწორად იქნება შეფასებული. პლუს ისეთი შეიძლება რჩევა დარიგებებიც მისცეს ამ პროცესში, საგნის, ასე ვთქვათ, ფარგლებში, რომელიც გამოადგება ცხოვრებისეულადაც და ყოველთვის მაღალი რეიტინგი ექნება ასეთ მასწავლებელს, არათუ იმას, რომელიც ცდილობს ფამილიარული, არასწორი დამოკიდებულებით მოსწავლეების გულის მოგებას, მოდი ასე დავარქმევდი ამას. ძალიან კარგი რჩევა არის, ძალიან, იმიტომ რომ ხო, ალბათ ყველამ უნდა გაითვალისწინოს, იმიტომ რომ თქვენი ამხელა გამოცდილება, რა თქმა უნდა, აუგიათ ხოლმე და ხო, ბავშვს უფრო წაუგია ამ დროს, იმიტომ რომ ვერ მიუღია ზუსტად ის, რაც მასწავლებელმა უნდა გასცეს ამ შემთხვევაში. კი, გეთანხმებით ნამდვილად, იმიტომ რომ ხო, ეს ზღვარის დაცვა არის ცოტა კრიტიკული და აი აქ უნდა ძალიან დიდი გამოცდილების ამბავი აქვს, ამიტომ შეიძლება სადღაც გადაწონოს რაღაცამ, თუმცა ხო გონიურულად შეიძლება მე გადმოიტანოს. დაბალანსება, ასე ვთქვათ, ხო, ამ ურთიერთობების. ძალიან კარგი. თქვენ როგორც ვიცით, სამოქალაქო განათლების პედაგოგი ბრძანდებით და ამ საგანზე რას გვეტყვით, რატომ არის აქტუალური დღეს და აქტივიზმის მიმართულებით თუ გვეტყვით, ანუ აქტიური მოქალაქე როგორ უნდა ჩამოყალიბდეს? აი მე პირველადი ჩემი ბაკალავრიატის და მაგისტრატურაც მაშინ 5 წლიანი იყო. მაქვს ისტორიის
მასწავლებლის კვალიფიკაციით დამთავრებული. ძალიან მიყვარს და ვასწავლი კიდეც ამ საგანს, თუმცა სამოქალაქო განათლებას ვუწოდებდი თანადროულ საგანს და ცოცხალ საგანს. ეს არის საგანი, რომელიც ასე გამორჭოლი კომპეტენციით პრაქტიკულად 8 სხვადასხვა საგანთან კომუნიცირებს და ცხოვრებასთან ხო პირდაპირ კავშირშია. თუ მე არ ვიცი ზუსტად ჩემი უფლებები და ვალდებულებები, თუ მე არ ვიცი როგორ ეწყობა სახელმწიფოებრივი საზოგადოება, სამოქალაქო საზოგადოება, რა მიზნები და ღირებულებები არის აი ესეთი, კი, ზოგადსაკაცობრიო და ტოლერანტული დამოკიდებულებებით, რას ნიშნავს ზოგადად დემოკრატია? ზოგადად ეს ბერძნული სიტყვა და ხალხის მმართველობა, მაგრამ გამოხატულებაში, ქმედებაში რას ნიშნავს ხალხის მმართველობა, რომ მე რა როლი მაქვს, მე ამ როლს როგორ ვასრულებ და ვასრულებ თუ არა და შეუსრულებლობით რა ზიანს ვაყენებ მე ჩემს და გარშემო მყოფ საზოგადოებას და მხარდაჭერით რა შედეგი და რა სარგებელი შეიძლება მოვიტანო. აი ეს არის სამოქალაქო განათლება და ვფიქრობ რომ ყველაზე ღირებული შეიძლება იყოს. არა გასაკიცხად ჩემს კოლეგებს მიმართავ და სხვადასხვა საგნებს ყველაფერი ძალზედ მნიშვნელოვანია, თუმცა შეიძლება მე არ მქონდეს როგორც მოსწავლეს, მაგალითად ყველაზე რთული მაინც ტექნიკური საგნებია და ამის ან კონცენტრაციის უნარი არ მქონდეს შესაბამისი, ან ნებისყოფა არ მყოფნიდეს, ან როგორც ადრე იტყოდნენ ხოლმე ნიჭი, თუმცა ეს საკამათოა და ასე შემდეგ. აი რაღაცა არ მეძლე, ან არ მომწონდეს. აი ყველაზე მარტივი შეიძლება არ მომწონდეს. და ვერ ვსწავლობდე. და არ იყოს აქტუალური, მაგრამ მოქალაქე ხომ და ჩამოყალიბდე მოქალაქედ. მე ხომ დავამთავრებ სკოლას და როგორც მინიმუმ 18 წლის ასაკში არჩევნებში უნდა მივიღო მონაწილეობა და როგორც მაგალითად ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან ჩემი კოლეგები ამბობენ ხოლმე რომ აი როგორ მოსწავლეს ზრდით, როგორ პიროვნებას აყალიბებთ. პირდაპირ აქვთ ხოლმე პასუხი ამ მომრჩეველს. ამ მომრჩეველი პირდაპირ და ირიბი გაგებითაც ადამიანი რომელიც ფლობს ინფორმაციას შეუძლია იმისი დახარისხება, შეუძლია იმისი გამოყენება, ანალიზი, შეფასება. ეს არის ამომრჩეველი. მე როდესაც შემფასებელი ვარ, ანუ სწორი კრიტიკულად მოაზროვნე, მე შემიძლია სწორი არჩევანის გაკეთება. როგორც მინიმუმ არჩევანის გაკეთება. რატომ არის რომ მოვუწოდებთ არჩევნების დროს მოდით არჩევნებზე? ხომ აი ეს ხომ საზოგადოებრივი საკითხია რომ უჩემოდაც აირჩევენ, ვერ აირჩევენ უშენოდ, იმიტომ რომ შენი როლი ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანის როლი, იმიტომ რომ ჩვენ თუ დემოკრატიულ და საზოგადოებას ვაშენებთ და გვინდა რომ ჩვენი აგური დავდოთ, ეს არის შენი აგური, რომ შენ ხარ კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც აფასებ და შემდგომ არჩევანს აკეთებ. აქედან გამომდინარე მიყვარს ეს საგანი ძალიან. სასწაული აქტივობები ამ საგანში და ბევრი ისეთი მიდგომაა, რომელიც არა მხოლოდ ამ კონკრეტული საგნის ღირებულებებს აწონის, არამედ მოქალაქის ძალიან დიდ როლზე მიუთითებს შემდგომში უკვე. კი ბატონო, და ამ საგნის სწავლა ხომ არ აყალიბებს აი ამ კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლეს? ბიძგს აძლევს. შეიძლება თამამად ითქვას, რომ აძლევს შესაძლებლობას და თვალსაწიერს უფართოვებს და ფარდას ჩამოუხსნის. იმასთან დაკავშირებით, რომ შენ შეგიძლია ნებისმიერ დროს დასვა კითხვა. დიახ. ასეთი ისეთ რა მნიშვნელობა კითხვა. სწორი კითხვის, აი სოკრატეს ვარიანტი, რომ სწორი კითხვის დასმა, რა ვიცი, ალბათ 50% გადაწყვეტილი საქმეა. რა თქმა უნდა, კი ბატონო. აი თქვენ ბევრჯერ ახსენეთ სოციალური გამოწვევები, როგორც დირექტორი, რა პრობლემებს ხედავთ ქართველ ახალგაზრდებში? ფიქრობ, ძირითადი პრობლემა მაინც წიგნთან მოწყვეტაშია. ანუ ჩვენი ბავშვები, აი როგორც წეღანაც ვისაუბრეთ, ამ ძალიან დიდ საინფორმაციო სივრცეში ჩაიძიрлნენ. და ისეთი აქტიური მკითხველები აღარ არიან, როგორც მაგალითად ჩვენ ვიყავით. ამისი შედარება რატომ გვჭირდება? შედეგებიდან გამომდინარე. ბევრი ისეთი მომენტია, რომელზედაც შეიძლება ოპონირების სახით მითხრა, რომ
თქვენ საერთოდ ეს არ იცოდით და ჩვენ ნახე როგორ იყო ჩაღებივად. კი, ეს რა თქმა უნდა, ის ურჩევნია მამულსა, მაგრამ რას გვაძლევს წიგნთან კომუნიკაცია? გონების გახსნას, შემოქმედებითი აზროვნების უნარის განვითარებას. დღეს და არც ადრე ასე აქტიურად ადამიანის ტრანსფორმაცია ხდება, როდესაც მოგზაურობს. შეიცნობს სხვადასხვა კულტურებს, აი თუნდაც სამოქალაქო განათლების თვალსაზრისით ვთქვა, ტოლერანტობა. მე თუ არ გამოვცადე ჩემს თავზე აზიური კულტურა, ევროპული კულტურა, არ შევაპირისპირე ერთმანეთთან, მე თვითონ არ შევეხე, როგორც კინესთეტიკური სწავლების პროცესში და ასე შემდეგ, გამიჭირდება რაიმეს მიმართ ჩემი ჩამოყალიბებული, ჩემი სუბიექტური, არასტერეოტიპული და თავს მოხვეული, ან უფროსების მიერ, ან თანატოლების მიერ, ან მოსმენლის სადღაც სოციალურ ქსელში, რამე ჩემი ჩამოყალიბებული აზრი მქონდეს. ან უნდა წაიკითხო, ან უნდა იმოგზაურო, ან უნდა წაიკითხო. სხვანაირად სოფლიოს ხომ ვერ შეიცნობ და ამ 8 წამიანი TikTok-ის ვიდეოების სკროლვით, ხა ჩვენ პატარა ექსპერიმენტივით გავაკეთეთ, ერთ წამში დაახლოებით, არა, ერთ წუთში, დაახლოებით 12 სხვადასხვა კონტენტის ვიდეო ამოდის. ანუ ტვინი ამ დროს არის რაღაცა ქაოსის პროცესში, როაზე გააკეთოს კონცენტრაცია აღარ იცის და აბსოლუტურად ანულებს. ეს ყურადღების კონცენტრაციაზე აისახება უკვე სასწავლო პროცესში. ყურადღების კონცენტრაციას, როდესაც ვერ ახდენს მოსწავლე, ვერც კითხულობს ამ დროს. აი, რამდენადაც კარგია, იმდენად ესეთი ცუდი შედეგებიც აქვს მუდმივ ყოფნას. რეკომენდირებული ყოფილა სადღაც მაქსიმუმ 2 საათი დღე-ღამეში. და ახლა თქვენც ხედავთ და მე სულ მაგას ვთვალთვალებ და ძალიან მიხარია რომ მომავალი სასწავლო წლიდან მობილური უკვე სასწავლო პროცესში არ იქნება ჩართული და იქნება გადადებული სპეციალურად განკუთვნილ თაროებში, ყუთებში თუ ასე შემდეგ, რასაც დავაორგანიზებთ უკვე სკოლები, ეს რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს უკვე მოსწავლეების პირდაპირ დაბრუნებას საგაკვეთილო პროცესში. რთულია ნებისმიერი მასწავლებლისთვის თან ახსნას, თან ყველა მოსწავლის უნარზე იფიქროს, მათ საჭიროებაზე იფიქროს, ისეთი დიფერენცირებით მიაწოდოს, როგორც იმ კონკრეტულ შეჭრება და თან უთვალთვალოს მოსწავლის, ასე ვთქვათ, წკაპაწკუპს. დიახ, თქვენ ისაუბრეთ გამოწვევებზე და მეც დავასკვენი, ასე ვთქვათ, თქვენი საუბრიდან, რომ თქვენ ყველაზე მეტად გაშფოთებთ და ნერვიულობთ იმაზე, რომ მომავალმა თაობამ არაირჩიოს, ასე ვთქვათ, მობილური წიგნის ნაცვლად. სწორად გავიგე? კი, ნახეთ, ჩვენ ვერ ვიტყვით და ესე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მობილური არ ვარგა. საჭიროა, თანამედროვეა, აქტუალურია, ანუ პრაქტიკულად სამყარო სხვა ეტაპზე გადადის უკვე რაღაცა არსებობის, კომუნიცირების, გაზიარების, მიღების და ასე შემდეგ. თუმცა არაფრით არ შეიძლება ჩანაცვლება. ჩვენ არ უნდა დავკარგოთ წიგნის როლი და სწორად შევაფასებინოთ და დავანახოთ მოსწავლეებს მობილურის როლი. დიახ. აი ეს არის ყველაზე ფიქრობ ისეთი კრიტიკული გამოწვევა ამ ეტაპისათვის. კი ბატონო, ჩვენი მადლობა. ეხლა თქვენს წიგნზე რო გადავიდეთ, როგორ ასწრებთ და ახერხებთ იმას, რომ აი ამ თქვენი დატვირთული და დაკავებული გრაფიკის მერე იმუშაოთ ლიტერატურულად და აი ისეთი წიგნი გვაჩუქეთ, რომ ყველამ უნდა ნახოთ და წაიკითხოთ აუცილებლად. კოდსაც ამოვანათებთ და რა ვიცი, დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ აი ამ წიგნის ავტორი ხართ, როგორც ვიცი, სიყვარულზე არის ეს წიგნი და თქვენი გადმოსახედიდან სიყვარული რა არის? ხორთული კითხვა. ნამდვილად ხორთული კითხვა, ვიდრე წინა კითხვები. ხო არა? ესე იგი, ეს არის რომანი, თუთისურნელი ჰქვია. როგორ ვასწრებ არ ვიცი, ეს ცოტა ისეთი მომენტია, ალბათ ისევე როგორც რასაც ვაკეთებ ვარ მე, ალბათ ესეც ვარ მე და შემომესწრო რაღაც პროცესში. ბავშვობიდან შემოქმედი ბავშვი ვიყავი და ლექსებსაც ვწერდი და სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციები იყო ადრე აქტუალური, იქ გამქონდა ეს ჩემი ნამუშევრები და რაღაცა ეტაპზე ჩემი ცხოვრების მომივიდა აზრად, რომ ზოგადად ემოციები ხუნდება და რომ შევინარჩუნო
და თან გავაზიარო, ეს მაინც მასწავლებლური მომდევს ყველგან და ყველაფერს, აი, რაღაცა უთხრა ხალხს, ცოტას თუ ბევრს თუ იქნებ ვინმეზე დადებითი გავლენა მოახდენოს, ან რამე გაითვალისწინონ და მოკლედ ასე. შემოგვეწერა ეს რომანი, რომელიც ესეთი აქტუალურია, თანამედროვე საზოგადოებრივ ოჯახურ გამოწვევებზეა. ესეთი სოციალურია და თავიდან ბოლომდე არის პერსონაჟების განცდებზე აგებული და მთავარ როლში სხვათა შორის მამაკაცია, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაინც ქალებზე იწერება ხოლმე ჩვენ ხო ვართ ეს ემოციური ხალხი ძირითადად. აი მამაკაცია, რომელიც რაღაც გარკვეული ასაკის დროს შედის ჩიხში და რა გინდა ბედო ედავება და მოკლედ წონის თავის მდგომარეობას და დასასრული აქვს იცით როგორი აი ალბათ პოზიტიური, თუმცა ვისაც როგორ მოესაზრისება შემდეგი ეტაპი თავისი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე შეუძლია ისე გადაათამაშოს, ასე ვთქვათ, მისი დასასრული და ბევრი ადამიანი მოსულა და უთქვამს, რომ აი მე პერსონაჟებზე მე ნატა ვარ, მე გიორგი ვარ, მე ელენა ვარ, რაღაცა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრს უთქვამს, რომ ნუ ეს ხო ისედაც ვიცით. კი, რა თქმა უნდა. ყველა ვიცით, თუმცა ამისი რაღაც შემოქმედებითაც შეფუთვა და მე ამისი ფართე საზოგადოებისთვის გაზიარება იყო უფრო აქტუალური ჩემთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემთან ერთად იმუშავა ამ წიგნზე, მე რედაქტორები წყავს შეგნით, ნახატებით არის გაფორმებული და ის ემოციებია გადმოცემული, მხატვარიც ყავს და ასე შემდეგ. ძალიან კარგი. ეს სიყვარულზე დატოვეთ უპასუხოთ ხო კი? ხო, იცით, ინდივიდუალურია ალბათ. ალბათ მაინც ესე ჩამოყალიბებულად და სტრუქტურულად რო ვთქვა პრაგმატულად. ცოტა არ ექვემდებარება ეს სიყვარული პრაგმატიზმს, მაგრამ ესე რომ ვთქვა, აი არის ალბათ პატივისცემა, ზრუნვა და ნდობა. ალბათ რაღაც აი ეს სამი შეიძლება გავუტოლოთ და დაუწეროთ ბოლოს უდრის სიყვარულს. ძალიან კარგი. შევწერდით ხო? ძალიან კარგი. კიდევ ხომ არ გეკმავთ შემდეგი წიგნის? დაწყებული მაქვს. და ვფიქრობ, რომ ის უფრო ინტერაქციული იქნება და ბევრი სხვადასხვა ისტორიით იქნება წარმოდგენილი. სპოილერს ვერ გავაკეთებ. თუმცა ყველაფერს თავის დრო აქვს და აი ეს მომენტიც სულ მახსოვს და ხშირად როდესაც რაღაცაზე ვჩქარობ ხოლმე და მე ვჩქარობ. ამ ბოლო დროს ვიხსენებ, რომ აი დრო მიეცი. ყველაფერს თავისი დრო აქვს და რაღაც გარკვეულწილად დავანებე თავი აქტიურ ფაზაში ამის წერას, რადგან ვიგრძენი რომ ახლა რაღაცა სხვა რამეების დროა და მოვა მე ეს ეტაპი, აი მუზას რომ უწოდებენ, რომ მე გაგრძელდეს და შესაკრავი მაქვს მოკლედ. ყველაფერი დაწერილი და მხოლოდ შესაკრავია და დასარედაქტირებელი. ბატონო, ძალიან ჩვენ ველოდებით ამ სიახლეს და იმედია გაგვაგებინებთ რომ მე ყველამ შევძლოთ რომ აი ამ წიგნთან ახლავს კიდე ეს სამაგიდე თამაში, რომელიც ხოლმე გავხსნი და თან ისე ვაჯუნებ საზოგადოებასაც. ეს არის ინსპირაცია ადრე ბებოები თამაშობდნენ ხოლმე, თამაში რქვა ფლირტი, ყვავილნარი. მე მგონი ყველას ოჯახშია ეს თამაში და მე ჩვენი ბნელი 90-იანებში ძალიან კარგად მახსენდება ფანჩატურებში ეზოში რომ თამაშობდით ხოლმე ბავშვები და სტრუქტურა არის იმისი. აქ არის QR კოდი, რომლითაც ინსტრუქცია იკითხება თავისუფლად და არის ზუსტად იმ პრინციპზე აგებული ბარათები, ოღონდ ყვავილების ნაცვლად აქ არის ჩემი რომანის ქვეთავებით გამოყოფილი კითხვები, ფრაზები, ასე ვთქვათ, მოსაზრებები და ასე შემდეგ. სასურველი თამაში არის როგორც წყვილში, ისე ჯგუფში. გვინდოდა შემოთავაზება იყო უბრალოდ რომ ელექტრონული ვერსია გაგვეკეთებინა ამისი, მაგრამ აი დაუბრუნდები იმ პირველ ჩემს ასე ვთქვათ გულის წყვეტას მობილურების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და არა იყოს ესე მატერიალურად, აი შევიკრიბოთ ადამიანები და ასე ადამიანურ გარემოში ვითამაშოთ თქო და საინტერესო უკავშირი აქვს სხვათა შორის ამასაც, გასართობიც არის, სახალისოც არის და ბევრი ისეთი რამ რაც შეიძლება პირდაპირ ვერ უთხრა ადამიანს თამამად, ამის საშუალებით შეგიძლია ძალიან კარგი. ანუ ეს სამაგიდო თამაში ამ წიგნთან ერთად ხო შეგვიძლია რომ კი, გამოვიყენოთ კიდეც დამოუკიდებლადაც.
შეგვიძლია გამოვიყენოთ, აქვს თავისი ამ QR კოდით შეგვიძლია ვნახოთ მისი Facebook გვერდი, Instagram გვერდი, გამოძახილები, უკავშირები და ასე შემდეგ. და კარგი და თქვენ როგორც ვიცი, აი ამ მეორე სამაგიდო თამაშსაც ეს პროფესიულია, ბევრად საინტერესო და ასე ვთქვათ საამაყოა. თამაშს ქვია მედიატორი, სამოქალაქო განათლების თამაშია. ჩემი ასე ვთქვათ ინიციირებით და ჩემი კოლეგების მხარდაჭერით ორი ადამიანი, ამირან ჯანჯყავა და მარიამ ჯალაბაძე, რომელიც ერთ გუნდად მედიატორი საინიციატივო ჯგუფად მუშაობთ, შევქმნით ესეთი თამაში. აქ რუსთავია თავისი კულტურულ საგანმანათლებლო ლოკაციებით მონიშნული რუკა წარმოქმნილი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოხდა ამ თამაშის ახალგაზრდული დეპარტამენტის მხარდაჭერით ამ თამაშის დაბეჭდვა, გამოცემა და ამ თამაშის ინსპირაციით დღეს უკვე ჩვენ პირველ თაობა მედიატორებს ვუშვებთ რუსთავში ახალგაზრდებს კლუბი გაიარეს მედიატორობის, სამოქალაქო აქტივიზმის, როგორ ვითანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობას და როგორ ვიყოთ პროდუქტიულები ჩვენი ქალაქისთვის მედიაციის ფარგლებში და 16-ში გვაქვს ზუსტად მათი დაჯილდოებისა და საპროექტო ინიციატივების წარდგენის დღე. გეპატიჟებით აუცილებლად დიდი მადლობა. ინსპირაცია იყო ზუსტად და დიდი მხარდაჭერა ჩვენი ქალაქიდან. შედგება 12 სამაგიდე ბარათისგან, თითოეულ ბარათზე არის მოცემული ფოტოები და ტერმინები. აქეთ მხარეს გვაქვს QR-ი, რომელთაც კონსტიტუციის ნახვა შეგვიძლია ნებისმიერ დანათების დროს. ეს მხოლოდ თქვენ სკოლაშია ეს ანერგია? ეს არის ქალაქის მასშტაბით ყველა სკოლას აჩუქა სასახლემ. უკვე ეს თამაში და რესპუბლიკის მასშტაბით ისაც ანუ ინიციატივა თქვენ გამოვიდა. ინიციატივა არის ჩვენი და ავტორობაც ჩვენია. 12 სამაგიდე ბარათია, 72 პატარა ბარათია, სადაც წერია თითოეული ტერმინი და მისი განმარტება. ლოტოს ბარათების სახით ეს ბარათები იდება მაგიდაზე, შეიძლება წყვილებმა ითამაშონ, შეიძლება ინდივიდუალურად, შეიძლება ჯგუფებმა. მასწავლებელი ან ფასილიტატორი წამყვანი თამაშის კითხულობს განმარტებას. ამ განმარტებას პასუხობენ თუ რომელი სიტყვის განმარტება, რომელი ტერმინის განმარტება და ვისაც აქვს ის კონკრეტული ტერმინი მოცემული ბარათზე, ხელს აიწევს, მივცემთ ამ ბარათს და დადებს. გამარჯვებული არის უკვე ვინც ყველაზე სწრაფად შეავსებს. ძირითადი იდეა აქ გამარჯვება დამარცხება არ არსებობს. აქ არის ის რომ 72 სამოქალაქო ტერმინი ვიცი თავისი განმარტებით და ზუსტად ვიცი ადვოკატირება რა არის, იმპიჩმენტი რა არის, ინაუგურაცია რა არის, თქვა რეფერენდუმი რას ნიშნავს და ეს უკვე მარტო ტერმინების სახით ხომ აღარ ვიცი, ამას ვიაზრებ, ვიგებ და მე სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე იქნება თუ კლუბში იქნება თუ საზოგადოებაში ტრანსფერს ვაკეთებ ამისას ქმედებაში გამოვხატავ და ასე შემდეგ. კარგი რესურსია თვითონ საგაკვეთილო პროცესისთვისაც, ოჯახებისთვისაც. რაღაცნაირად დღევანდელ სოციალურ გარემოში ოჯახის როლი შესუსტებულია. სხვადასხვა ფაქტორები აქვს ამას, სოციალური სიდუხჭირე შეიძლება იყოს ეს დასაქმებულობა, ემიგრანტობა და ასე შემდეგ. და მოსწავლეებს სახლში მხარდამჭერები, საგანმანათლებლო მხარდამჭერები შეუსუსტდნენ. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა საღამოს, თუნდაც ოჯახური ვახშმის შემდგომ დავჯდეთ, ერთად გავიაროთ, თან ვითამაშოთ, თან ვისწავლოთ და გარკვეულწილად, როდესაც იმ ყველაფრის გამტკიცება, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საკლასო გარემოში იქნება ეს თუ კლუბური შეხვედრების თუ არაფორმალურ სივრცეში, ამის გამტკიცება მერე ოჯახში რო ხდება, პრაქტიკულად გავდივართ სწორედ იმ დადებით შედეგზე, რისთვისაც ყველანი ერთად ვიღწვით, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იყოს, ოღონდ დღეს უნდა ვიშრომოთ ამისთვის. შვენიერი. დიახ, ირინა, შეფასების სისტემაზეც გითხავთ, ფსიქოლოგები ხშირად ასე ვთქვათ არ ეთანხმებიან ამ ქულათა სისტემას და სურთ რომ შეიცვალოს. თქვენ სკოლაში რა განწყობა არის ამ შეფასებასთან დაკავშირებით და თქვენ თუ გაქვთ რაიმე ესეთი მოფიქრებული, რითაც შეიძლებოდა ვთქვათ. რა თქმა უნდა, ჩვენც მუდმივად ვიზიარებთ ამ გარკვეულ მოსაზრებებს, კვლევებით განმტკიცებულს და ასე შემდეგ და ბუნებრივია, გვინდა რომ საზოგადოების გამოწვევებზე ორიენტირებულად ავაგოთ ჩვენი სასწავლო პროცესი, თუმცა ეს ბუნებრივია მხოლოდ ერთი სკოლის გადასაწყვეტი არ არის და ცენტრალიზებული ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა
დიფერენცირებულად და დისკრეციულად გადავწყვიტოთ შეფასების კომპონენტების არსებობა სასკოლო სივრცეში. დავიწყებ იმით, რომ შეფასება, თავად შეფასება მაინც პოზიტიურ განწყობას არ ქმნის და რა თქმა უნდა გასაგებია ფსიქოლოგების მოსაზრებები. თუმცა იმასაც ალბათ უნდა შევხედოთ, რომ ზოგადად ცხოვრებაში ყველაფერი შეფასებითია. ყველაფერი. სილამაზეც გონებაც, ხო, რაღაც დამოკიდებულებაც, ადგილმდებარე, აი ყველაფერი. და აქედან გამომდინარე, საზომად, კარგი საზომია. მაგრამ რთული. ამიტომ აქვს თვითონ თავისი კომპონენტები. და რადგან ჩვენ მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რომ თავად შეგვერჩია, გადავწყვიტეთ, რომ განმავითარებელ შეფასებასთან ერთად და განმავითარებელი არის სწორედ ეს პირისპირ სიტყვიერი უკავშირი, ოღონდ შესაბამისი კრიტერიუმებით კონკრეტული საკითხის გარშემო. რა შეძლო მოსწავლემ ამ გაკვეთილზე მოახსენოს მასწავლებელმა, რა სად ჰქონდა რაღაც გარკვეული ჩავარდნებიან, რა უნდა გააუმჯობესოს და მე როგორ უნდა გააუმჯობესოს. ეს არის განმავითარებელი შეფასების ფორმულა. პლუსი, მინუსი და როგორ გავაუმჯობესო ის, სადაც რაღაც გარკვეული გამოწვევა მქონდა. ეს ძალიან კარგი კომპონენტია, აბალანსებს თავიდან ბოლომდე ნიშანს და აი იმ ნიშნამდე რომ მივიდე, ეს ძალიან მეხმარება მე. ოღონდ მიზანი თუ ნიშანია, ესეც კი ვერაფერი ვეღარ მეხმარება, რაღაც ებინდებათ ხოლმე გონება და რაღაც ეს მომენტი. თუმცა მე თუ განვითარებაზე ორიენტირებული ვარ, პატარ-პატარა შუალედური შეფასებები განმავითარებელი ძალიან მეხმარება, რომ საბოლოო შედეგზე გავიდე და რაღაცა თავი ვიგრძნო შესაბამისად უკვე ჩემი შეფასების. სამი კომპონენტი იყო ხოლმე შეფასების და დღესაც არის, ეს არის საკლასო შეფასება, საშინაო დავალების შეფასება და შემაჯამებელი დავალების შეფასება. ჩვენმა სკოლამ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ საშინაო დავალების შეფასების კომპონენტი ამოვიღოთ, რადგან საშინაო დავალების ვალიდურობა და მოსწავლის მიერ მისი შესრულების ავთენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხოლმე. აქედან გამომდინარე ის, რომ არაჩვეულებრივად გაკეთებული მომიტანა, ნეგატიურად რო ვთქვათ ჯერ, ხო? არაჩვეულებრივად გაკეთებული მომიტანა, მაგრამ შინაარსის ვერ ფლობს. ხო, ეს ხომ მიმანიშნებელია იმის, რომ დამოუკიდებლად არ აქვს ნამუშევარი. ან როგორც მინიმუმ დღეს ძალიან აქტუალურს და ჩვენც რო ვიყენებთ, chat GPT-ს დააწერინა, ხო, რაღაც ეს მომენტები. ამიტომ მოვეშვით ამ ამბავს და დავტოვეთ მხოლოდ საკლასო შეფასების და შემაჯამებელი შეფასების კრიტერიუმი. ადგილზე ხდება უფრო აქტიური მუშაობა და აი ეს მომენტი პლუს განმავითარებელი ძალიან კარგად ეხიდება აი ამ დისბალანსს და აი იმ განცდას, რომ შეფასებული ვარ. ხო, თუმცა ყველა შეფასებული ვარ ყოველთვის. რა თქმა უნდა. ვფიქრობ და აი ეს რაც ადრიან ასაკში მივეჩვევით რაღაც გარკვეულწილად, რომ მაშინ საზოგადოების სოციუმი წევრები ხომ უნდა გავხდეთ და ეს უნარები უნდა გამოვიმუშაოთ. კი ბატონო, მე მახსოვს, რომ აი ამის გამო რაღაცა ჩვენთან მაგალითად ბულინგიც კი მიდიოდა, რომ აი ვიღაცას ყავდა ორი მაშინ ხ მილენიალების დროს სხვანაირი შეფასება იყო და აი ამიტომ არ უნდა იყოს ეს განსაზღვრელი იმისა, რომ ადამიანი პირობითად გახდეს ბულინგის ხვერპლი და აი ახლა ნახეთ ამ ბულინგს იცავს ჩვენ ხომ რაღაც დაცვის მექანიზმებიც უნდა გქონდეს. რა თქმა უნდა ბავშვები ერთმანეთში საუბრობენ, მაგრამ ის რა გვევალება ჩვენ როგორც სტრუქტურიზებულ დაწესებულებას, აკადემიურ დაწესებულებას, ჩვენი ვალდებულება არის, რომ ერთმა მოსწავლემ მეორის შეფასება არ უნდა იცოდეს. და ადრე რომ ჩვენს დროს საკლასო კრებებზე მშობლებს ყველას გასაგონად ლანძღავდნენ, მოდი პირდაპირ თქვა ასე ქვია ამას და საყვედურობდნენ მისი შვილის დაბალი აკადემიური მოსწრების გამო ან ცუდი ყოფაქცევის გამო. დღეს ეს პრაქტიკა საერთოდ ამოღებულია. ელექტრონული ჟურნალი იდეალური შესაძლებლობა იმის, რომ მშობელი ნებისმიერ დროს შევა და საკუთარი შვილის შეფასებას ნახავს. ბავშვიც ნებისმიერ დროს შევა, საკუთარ შეფასებას ნახავს. ეს საჯარო აღარ არის ეს და შემცირებულია აი ის ბულინგიაზე ჩვენ დროს იყო ხოლმე აქტუალური, მეტნაკ
ნაკლებად ამ მიმართულებით შემცირებული. ძალიან კარგი. ეგ ნიშნავს, რომ ამის გამო ადამიანი არ იყოს, ასე ვთქვათ, ბულინგის ხელი. თანაც ნახეთ, აი სკოლა თუ აძლევს იმის შესაძლებლობას მოსწავლეს, რომ შენ შეიძლება აკადემიურად არ ხარ ძალიან წარმატებული, მაგრამ ვთქვათ, ხარ ძალიან კარგი სპორტსმენი, ძალიან კარგი მუსიკოსი და გაქვს დიდი მიღწევები. ჩვენ ამ სიგელებს, დიპლომებს, გამარჯვებებს ვაგროვებთ ხოლმე და შემდგომ საჯაროდ, როგორც ვთქვათ, წარმატებულებს ვაჯილდოვებთ აკადემიური საგნების მიხედვით, ისე ვაჯილდოვებთ მათ აი ამ მიმართულებების მიხედვით და ეს ერთიან პოზიტიურ გარემოს ქმნის მერე თავად სკოლაში. ძალიან კარგი და მომავალი თაობების ასე ვთქვათ, ხო, ჩამოყალიბებაში ძალიან კარგი. ალბათ გექნებათ შემთხვევები, როდესაც ბავშვები არიან რთული ყოფაქცევის და აი ამ შემთხვევებს როგორ უმკლავდება თქვენი სკოლა, ეგ ძალიან საინტერესო კითხვაა. გაგიზიარებთ აუცილებლად, ესე როგორც ასეთი სტერეოტიპი ცუდი ბავშვი არ არსებობს, არის ცუდი ქცევა, რთული ქცევა, რომელიც არის მართვადი. ამას სჭირდება გარკვეული სტრატეგიების შემოშვება. თუმცა, ახლა ასე დავინახეთ, რომ ბავშვი თქვათ ცუდად იქცევა და პირდაპირ რაღაც აქტუალურ მეთოდიკაზე გადავიდეთ, არ გამოვა, უნდა მოვიკოლიოთ. რატომ ხდება ეს ყველაფერს აქვს თავის მიზეზშედეგობრივი კავშირი. შესაბამისად, მოკვლევა ხდება აუცილებლად დამლეგებლის მიერ, გასაუბრებით მოსწავლესთან, ოჯახთან, წარმომადგენელთან, აუცილებლად ამ საკითხში ძალიან აქტიურად არიან და ძალიან ღირებულად ჩართული სკოლის მანდატურები, რომლებიც პირდაპირ უსაფრთხოებაზე აგებენ პასუხს სასკოლო სივრცეში, ისევე როგორც ნებისმიერი სკოლაში მომუშავე ადამიანი და მოღვაწე და გადასარევი შესაძლებლობები არის აი ამ მანდატურთა სამსახურის ფარგლებში მოსწავლეებისათვის ფსიქოემოციური კონსულტაციებისა და დახმარებების გაწევა. რთული ქცევის მოსწავლე ადრე სხვანაირად ხდებოდა მათზე გავლენის მოხდენა. ხაცა ავტორიტეტული გარემოებები არსებობდა, მოვძებნიდით ხოლმე ასეც და მიდიოდა მასთან ასე ვთქვათ ესეთი ზეპირი ინდივიდუალური მუშაობა, ხელჩასაჭირი სხვადასხვა ბერკეტები იყო. ახლა ბევრად უფრო გამარტივებულია ეს საკითხი და ისეთი სირთულეებიც აღარა ეს როგორც მაგალითად ადრე ჩვენ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში თქვათ ადრე თუ უფრო კრიმინალთან ქონდა საქმე, ეხლა გაკვეთილის ჩაშლის მცელობასთან გვაქვს საქმე და ეს არც კი შეედრება ხო ერთმანეთს. აქედან გამომდინარე უფრო მართვადი ხდება ეს, მაშინათვე რა თქმა უნდა ხდება ჩართულობა მანდატურის სამსახურის შეთავაზება, რეფერირების პროგრამაში ჩართულობი, სადაც მუშაობენ ეს ფსიქოლოგები და აძლევენ მიმართულებას ამ ბავშვებს და მშობლებს, რა თქმა უნდა მშობლების აქტიური ჩართულობა და აი ეს კომპლექსური მიდგომა. კომპლექსური მიდგომით გარკვეულწილად ასაკობრივი თავისებურებები გამოვლინდება და ამიტომ მიზეზები იკვლევა, ხო? ამიტომ არის რაღაც სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე თუ ამიტომ არის ამ კონკრეტულ პრობლემებზე მიდის შემდგომ მუშაობა და გარკვეულწილად ბავშვები სოციალიზებული ხდებიან და ადეკვატურები ხდებიან და შესაბამისნი საგაკვეთილო პროცესისათვის. ესეთი მოსწავლე ყოველ შემთხვევაში ჩემს პრაქტიკაში არ ყოფილა, რომელიც გარიცხვას დაექვემდებარა. ეს ძალიან სასტიკი მეთოდია, მე ესე მგონია, იმიტომ რომ მე თუ გავუშვი ვიღაცამ ხონდა მიიღოს და ანუ იქაც ხო ის პრობლემა იქნება, ანუ ამით ხო პრობლემა არ გვარდება და რეალურადაც ის ბავშვი მომავალი ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი წევრი უნდა იყოს და ადგილზე უნდა მოხდეს ამ პრობლემების აღმოფხვრა ყველა ძალებით და ყველანაირი ჩართულობით. თუნდაც დაგუჭირდეს საგაკვეთილო პროცესზე დასწრება, თუნდაც დაგჭირდეს მასთან ინდივიდუალური განრიგით რა გარკვეული აქტივობების განხორციელება, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გადავარჩინოთ, პირდაპირ გადავარჩინოთ მოსწავლე, იმიტომ გავლენები ძალიან დიდია. ახლა ხანს არა, რამოდენიმე წლის წინ ლურჯი ვეშაპი იყო, მაგალითად რაღაც სოციალური თამაში, რომელიც სახიფათო იყო და თვითკლობით ასრულებდნენ ბავშვები სიცოცხლეს, ეს გამოიხატებოდა შემდგომ მათ აგრესიაში, ხელებს ისერავდნენ, ანუ ბევრი ისეთი მომხიბვლელი, სამწუხაროდ მომხიბვლელი, ცუდი რამეები შემოდის აი ამ უდიდესი საინფორმაციო სივრცის ფარგლებში, რომ ჩვენი მოსწავლეები ძირითადად შეუიარაღებლები არიან და მსხვერპლი ხდებიან ხოლმე მსგავსი ასე ვთქვათ
გამოწვევების და ეს გადმოგვთ მე აგრესიულად უკვე იმ სოციუმში, სადაც ძირითადად თავს იყრიან და ეს არის სკოლა. და სკოლას მართებს, რომ ამას გაუმკლავდეს ესე ღირსეულად და მეტნაკლებად ყოველ შემთხვევისთვის მიმართულების მიცემა მინიმუმ შეგვიძლია. კი ბატონო, სკოლებს. აი როგორ უნდა გაიგოს მასწავლებელმა ან მშობელმა, რომ პრობლემა აქვს ბავშვს? ეტყობა ბავშვს. არ არსებობს თუ მასწავლებელია ამ სიტყვის თავისი შინაარსობრივი გაგებით არ არსებობს რომ მასწავლებლის თვალს გამოეპაროს ცვლილება ნებისმიერი სახის ცვლილება არა თუ მასწავლებლებს მე ხლა ყველა კლასში რა თქმა უნდა ეს აქტიურად არ მაქვს როგორც მასწავლებელს ურთიერთობა მაგრამ მაშინათვე ვატყობ ცვლილებას და მივმართავ როგორც დერეფანში შევხვდები და ვატყობ მივმართავ უკვე დამრიგებელს და ან ის უკვე ინფორმირებულია იცის ხშირ შემთხვევაში იციან ხოლმე და მე უკვე ერთებით და მუშაობთ ამ საკითხებზე. ან თუ არ იციან, მიაქცევს ყურადღებას და შეიძლება ახალი დაწყებულია რაღაც. აი, მაშინათ ვეთყობა, ან გამოხედვაში, ან თმის ვარცხნილობაში, ან რაღაცაში ყოველ ბავშვები ხა გარეთ გამოაქვთ ეს, თავის დაუნებურად და აუცილებლად ეთყობათ. ძალიან კაი, რომ აი ასე მუშაობთ სკოლაში, აი, რა ვიცი, ნამდვილად ნებისმიერ გადმოსახედიდან შეუძლია ნებისმიერ ჩემს მოსწავლეს მათ იციან ამის შესახებ ნებისმიერ დროს მოვიდეს და გააზიაროს ყოველგვარი შიშის მიღმა თავისი პრობლემა და მან ზუსტად იცის რომ ის პრობლემა ის საკითხი რაც ჩვენ ვისაუბრებთ დარჩება იქ და ჩვენ შორის და დავიწყებთ იმ საკითხის მერე ერთობლივ მოგვარებას და ეს პარიტეტულად პერიოდულად შევეხმიანებით კიდეც ერთმანეთს სხვათა შორის ამასთან თქონდა ზუსტად რაღაც მსგავსი სიტუაცია როდესაც დავემშვიდობე მოსწავლეს შეიძლება ჩაგეხუტებით თო მითხრა რომ თქვენმა სიტყვებმა ისე დამაფიქრა და იმხელა мотиваცია მომცავ ეს ჩემთვის არის უკვე ჩემი დიდი წარმატება და ამისთვის ნამდვილად ღირს სიცოცხლეც, მასწავლებლობაც, სკოლის დირექტორობაც და ძალიან ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა. ნამდვილად ბოლო კითხვა ესეთი იყო, რომ თქვენს მიღწევად ყველაზე დიდ მიღწევად რას ვთქო, მაგრამ თქვენ უკვე ჩამოაყალიბეთ და მეც დარწმუნებული ვარ, რომ ესეა და წარმატებებს გისურვებთ ბევრი თქვენაირი დირექტორი ჩვენს საზოგადოებას და უღრმესი მადლობა თქვენი დროისთვის, ჩემთან სტუმრობისთვის. და რა ვიცი გაუმართლა ნამდვილად თქვენ სკოლას იმისთვის რომ თქვენ ხართ მათთან და ვფიქრობ რომ ყველაფერი ჩვენ საქმეს გავაკეთებთ ადამიანური ღირებულებებით ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. თქმა უნდა მეც გეთანხმებით. უღრმესი მადლობა. დიდი მადლობა.